Működőbiszi csinálok, aki borogurhat. Képzel, helyetlen működni a dacvági. Ezt hozzá utávi szitmet, ugye? Გაჩვენე განახორციელებელი კადრ. ეს ნაჩუქარი ახლა ვუთავებ და კიდე რედი ნაჩუქარი. უყურებ მაჩუქენ რაღაცა წინა თვეში. ისინი გამოგზავნილებია. იტალიურებია იტალიის მეორადები ოღონდ როგორც ის მარკები მოყვა აგეს. მაშინ გადავედი ხო და არ გამიგია სხვათა შორის. რამდენიმე ისება და კაბა მაჩუქენ, მაგრამ ეს კაბა ზევით მაქვს. ერთია ქვედა ბოლო. რაღაცა ისეთი ცოტა რეზინასავით შემადგენლობის კაბა რაღაც ქვედა ბოლო რაღაცა. სტრიჯივით იწელება თან, მაგრამ მე ქვედა ბოლოებს ნაკლებად ვიჩვენ და რა ვიცი შეიძლება რაღაც დროზე გამომაგდეს არის ანზამპარში. ეს ერთასასვლელად ან რაღაცა თუ მეორე დავაკავებ. ნუ პარკომთან მოდის ახლა მანდა ქანიყის და კანცარ მასწავლებს. ხოდა ეს რამდენიმე ზედა იყო და ერთი კაბა კიდე ისიც ზევით შენახული და ერთი იყო უფრო იმის ფილი იყო ძალიან მოკლე ის და ელასტიკზე სამთავრჩასაცმელად გადასაცმელის ვარიანტში შეიძლება კიდე. მაგრამ კაი მოდელია, იგი უფრო მოაწონს. ისინი შენახული, მაგრამ ხანია მართლა რა თქმა. ეს არის კაი საგრილინაჭერი, მაგრამ ადვილად იკუჭება. ჯერ ეს არ ჭამიწვია საერთოდ. სადღაც გამომადგება უფრო შემოდგომასა. უში რაღაცები ჩავწერილი, მაგრამ დამიგვია და არ ვიცი დღეს დააბდო ისიც მივამატო არ ვიცი. არ ვიცი რა ვქნა. ზარო გავაცხელი კიდე დაწვავს. თუ უკვე მაშვება წვავს. ასეთი ყელიც ძალიან ნაკლებად არ მიყვარს, მაგრამ თითქმის ყველა მაიკა ასეთია. 1-2 სახლში ვიცნობ და საგარეოთ მინდა მას კიდე ხელები ეკაი. გასაუთავებელი, მაგრამ მაგარ გაუთავება უნდა მას ყველა ჯერ ზე. ცეთერთ გამოგოყურ კიდე რომელს ვიცნობ საგარეოთ ყველას ვიცით. აი ესეც იმაში იყო, ეს არის სრულიად ჩემი ეგეც გასაუთავებელია ახლა ეს იცით რომ ვიცნობ. ძალიან გრილია და თხელია ეს კიდე. მაგრამ ხელებია გამხელა. ეს რამდენჯერმე მეცვა უკვე. კიდე ეს ერთია, ეს გასაუთავებელი, მაგრამ მას როგორ გავაუთავებ, არ ვიცი, ნახსოვითა თხელი გამჭვირვალე და ბზინავს, მაგრამ რამდენად გამოჩნდება არ ვიცი. როგორი მაშვები ბზინავს ესე. მაგრამ აი ასეთი უფრო შარმის ვარიანტია. მაგრამ ეს მქონდა მაშინ რომ გამიზომე მაშინ ჩავარდი. არა ბზინავს კაი ის არის. ესეც თხელია და საზაფხულოა და ამას კიდე სახში ვიცმე, ესეც იცით თქვენ. ესეც დიდი მაქვს. ყველა გასაუთავებელი დიდი მაქვს. ასეთ ხელზე, მაგრამ ამას გადაასაკეთი ვარიანტი აქვს. აი ესეთი ყელიანები არ მიყვარს ეს რომ მოყვება რაღაცა მაგაცის მაისური. სახლავს ზოგჯერ ესეთი ისინი და მე არ მიყვარ სასტიკად არ მიყვარს, მაგრამ რა ვქნა. ჩუქას კიდევ ესინჯება რომ ჩემი არ არის ეგეთი სტილი, მაგრამ ზოგჯერ გამოდგება. მოვიგენებთ მათ.
ადრე ვთქვი რამდენი კაინი და ამ შემთხვევით ერთი კაინის დამეწყვეტი მწვანე ხასხასა ვაიმე რა მაგარი იყო აი კრონთო თუ აკრობას რო იწყებს შეიძლება ჭირდება განსხვავება ისე გული დამწუდა ესეთი კაის გავაფუჭე მან ეს აღჭერება ჩემი ზომა ძალიან მაგრად მედგა და ძალიან ისეთი მდიანი იყო სუპერი ის დავეწუნა იმდან საზაფხო მოკლე რაღაც კაი დილით ახლა საქმე მოვიდე ამდენი კაიმანაძონა იყო ხოდა რაც იმედი არ გინდა წინიანი საკმარის აჭრომბოდა ყველაფერი აი მაგრამ მობაილში მეწყადე და ფიქრობ რა ჩავიცვა კაბ. ან დამგზელ ჩავიცვა. ეს არის მოფსქვერდ, მაგრამ ძალიან კაი კაბა ეს კაბ. ძალიან კაი დგომა ამასია ჩაცმული. სიმაღლე მინდა, მაგრამ მომავლები აქვს. მაღალს ვერ ჩავიცვა. ცოტა ხსიანი კლient. აღარ ხონდა რა ვიცი ფიქრობ ამ კაბის ჩაცმას. ძალიან კაი კაბა ეს თხელი არ არის ფოთაშორისო მაგარი ცხეშია მაგის ცხება და ეს ცოტა რაღაცა მოსკელი მაჭისა. საკუნის კი ამარა ისეთი ძალიან კაი კაბა ფოთაშორის ნახოთ. თორე მეცვალა აზრი მე ხო ის ვარ აქვია. სასწორი ზოგი ფოთი და ჩემში ზორი ადამიანია ხშირად აზრიეცლება დილას სხვანაირად ფიქრობს საყამოს უყვაზე დილას ამაზრება დავწვედა საღამოში ილება მე გადავიფიქრო შეცვალო გადაწყვეტილება ხასასე ჩემში ზორი ადამიანია ნახოთ კლასში უცებ უნდა მოვიდე დაამთავრა. ყველა ჩემ კეთილის სულს დიდი მადლობა. ჩარიცხებისთვის უქმესი უძვირფასის მადლობა ჩემო. ჩემო შეიძლება მადლობა გადაგიხადოთ არც. რაც მე ვერ დაგულოცოთ ღმერთმა დაგულოცოთ. მე მოგცეთ რომ რა ვიცი სუსტი კედი გაკეთებინოს მეც მომცეს ხმასთან მგერი რომ დაგიბრუნოთ კედით და სხვასაც წადი. ეკი არა ხუს კი არა ქალხმუშო სამსახურში კონდექს აქ ელემენტარული რო სამსახურშიც ვერ შეუძლია. ადამიანები ისიარიან გაბოლტებული რაღაცა ისიარიანები. რო არ დაგითხოვენ ადგილს რომ ციყოს მაინც არ გამუშავებენ. რა ვიცი მე რატო ასე განცავებული არ ვიცი. იმის მაგერუსი კეთია კეთდა რაღაცა. მე თავისი შრომით იშურმოს რამე არა. ამ სკოლის ხოთა გეტყვით.
გადობილიც და იგუჭება ეს თუ ახლა ეს დამავთვალე იყოს დავთვალე. საერთოდ შესაძლებლობაც უნდა უთოს დაასვა. დღის ქარხანაში გამოცხადდა ვაკანსია აქ. დაიწერა ორჯერ დავრეკე ორჯერ უფროს ველაპარაკია იმ დღეებში. ხოდა უთხარივად რომ მათ მუშაობდნენ. არავის არ გამოუშვიოთ მე მის დროზე მაქსანსაგობდნენ. ადრე მუშაობდი იყო კორონას პირველი წარმარაში მეცნიერებზე დავფილოდი ყველა კვირას და ვიშვებდნენ. ხოდა ფეხით მივდიოდი მოვდიოდი ხელასწავლებლად. მე რაღაც მოხდა ესე რომ ძალიან ისე გავხდი. ისეთ პერიოდები დაემთხვა რა შემოდგომაზე ხო არის ახლა სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი იქნება მუშაობა მააცას. სეზონები მეტი არ იქნება 3-4 თვე დიდი გასწროს მონაკვეთი სიცივეები დაემთხვა ძალიან გავწევ. თან კორონაც იყო მოდებული 1-2 კაც დაიმართა მაგიტაზე მიჩნდა. იგენსა მე შემეშინდა წამოვედი მე ორ წელიწადს გადავწყვეტი რომ არ მიმუშაო. შემდეგ მეორე წელიწადს აღარ მივიღე. თან იქ ვინც მუშაობს სუპასტაიანად არის რა არანაირ იყო მე მოხდა მაბოლოს მოხდა ერთი ქალის გაშვება კიდე ვიცი ეგ მე მივედი მე ვთხოვე ერთი მთავარი უფროსი და მეორე კიდე მამაკაცი და ერთი ქალია რომელიც განაგებს ამ ყველაფერს და ის მამაკაცი ნახე მეორე უფროსის მოადგილე ქვეითი უფროსი და არ მივიღო მეტი არ გვჭირდება ახლა წელს გამოცხადა აღარ გვჭირდება ჩვენი პირიქითო ქალები გავუშვათ და უიმაგიდა დავწოვეთ ხოლმე ახლა წელს გამოცხადა ვაკანსია მე ვიცოდი რომ მე როცა მუშაობდი კიდე ცალკე ფარზე იყო დამატებული შემდეგოდა და ქალები უნდა დაიმატებინათ ბოლოს და ბოლოს რა შემდეგოდა ეს ხელის ქარხანაში უნდა დაიმატებინათ ქალები და უფრო გაფართოებული იყო უნდა ეს ხელის ქარხანა წელს გამოცხადა ვაკანსია ქალების საყვანელზე თანამშრომლებზე რა და მე ვთხარი ადრე მუშაობდი მე და მაშინ ამ ქალზე ვთხარი რომ სახესავას სახელად კიდეც ეთნებო კი ვთხარი მეცნიერების ქალები და მეორეჯერ დავეკეო უნდა მომდეს ფულის შემოწმოს მაშინ დავეკეო მე არ გამახსენებია და შენ დავეკეო ახლა გადამავიწყდებიო და შენ დავეკე და დაგალაპარაკებო და აღა ზუსტად როგორ დავამტკბებდი მე მეცის ქალი როდის მოდიოდა დავრეკე ისეთ დროზე რომ უკვე იყო და წასული მე მისი ნომერი მომწე პირად ავდექი მასაურები უკვე შევსებულია. უკვე შევსებულია, ქალის მეტი მაინც არ გვინდოდა და თუ არ არის მოგაო, მე რა ვიცოდი, თორე კი აგვიყვანდიო და თუ არ არის მოგაო, შენ დაგიდეკაო. მე ამჯერად თუ დამიეკავს, ახლა ვინ იღებს უარს, როცა ყველა სამსახურზე და რაღაც ეს 3-4 თვე იქნება მინიმუმ. 4 თვე არც იქნება 3-ია, იმიტომ რომ მეტს ვერ გაჭამენ ესე. ხოდა, იმიტომ რომ მე ადრე ამ ქალმაც მითხრა რომ შენ გაუცილებლად დაგირეკავა და გამოვშავებო, მაგრამ როგორც თქვენ არ დაგირეკე და ახლა სიტყვის მასალათბავი, ისე და ურეკე ამას. და სხვამაც მითხრა რომ მათ ხო არა. მე ამჯერად რომ დამირეკავ და რა უნდა იმას წინ რომ სიკეთე გააკეთო და ადამიანი ამუშავა. მე ადრე ნამუშევარობა მაგაზინერი მაგმივედი რა დავარჩავი ასეთი. ახალგაზრდებით ვარ ჩნდება აბა მისამუშავებლად. მაგრამ სიტუაცია მე ისიც კი ვიცი, მაინც უნდა კონტროლშობდე, უნდა რაღაცა ასე რაღაცა სისულელი ანეკდოტებს უნდა ყვებოდი, ხაი, ხუი, ხალხო მაგიდაზე ჭამდა ხალხი. ტერელი ხო შესვენება გამოცხადებული, ეს არ ყოფილდნენ 1 საათი. წამოიღებდნენ კიდე ხილებს მაგიდაზე რამის კი ეცინა და თელი მაგიდა, ეს მაგიდა მოძრაობს იმის მაგერო ერთად. თელი სამუშაო დრო ჭამდნენ. ხანვაშ წყანკაჟელებს და ხან რასთან. ამხელა ხალხს, აი ამხელა ხალხს მასწავლებელი ბავშვებს სკოლაში აჩერებს და ბაღში აჩერებს ხმაურზე. ვერ აჩერებ და ვერ აქვსით. მუსაუბრობთ ის უმუშავეთი, მაგრამ ისეთი ამბავი იყო გაუგონარი იქ. მსგავსი რამე ცხოვრებაში არ გამიკეთებია, მაგრამ ის უკეთესად იქცევა და მის პატივისმაც იქცევა ის სიჩავრდება ყოველთვის ცხოვრებაში. ყოველთვის უნდა დააშვა. არასდროს არ უნდა გააკეთო ზუსტად ისე როგორც იყვნენ და მაშინ დაგაფასო. რა ვიცი მე მაინც მასეთები მოსწონთ და უნდა და ყავდით. იმას რა უდგას წინ რომ ვინმე ამუშავო და ის სიკეთე გააკეთო რომ ადამიანმა ისინი ამით იშოვოს. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვაიმე არის ყავად ვიყავი და არ ვიმუშავე. ყოველთვის ვეძებდი და ვეძებ. რატომ უნდა ვიყოს ხასი დამოკიდებული ყველაზე დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ყველა უნდა მუშაობდეს საერთოდ. შეთანხმება ნახეთ.
არის ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ არ წერს არავინ, იმიტომ რომ ყველა თავისიანს საქმეს ან აცნობებით ხდება რაღაცა და არ ცხადდება არსად. კი არის გვერდი, ნახეთის გვერდი, მაგრამ ნაკლებად. ნაკლებად კი არის ერთი რაღაცა ხაფერს გავს. რა ვიცი, იმედია რომ ეს ვიყო, ნახა. ძალიან მინდა ვიმუშაო. აი, ყოველთვის ვეძებდი და ვეძებდი. დიდი შევწავიდი, კიდე არაფერი არ მჩვევა. ძალებით უდავენ, რომ გადმოვხდები ბუდის შემსიტყვაზე. საჭმელში უნდა დამეხარჯოს და იქ უნდა დავტოვო კიდე და მე კიდე რა ვიცი ფიზიკური დატვირთვა, სადაც მუშაობი გოგაკ და მე მოდი ხასახში და იქაც მაგ და ისე ცუდად დავხდი, რომ ვაშვილიძე მაგას მირჩვენიან ამ თირებში მარტო ვიყო, მაგრამ რა ვიცი, რამდენი საშუალება არ აქვს ამ ქვეყანაში. ძნელია მასე. ძნელია საერთოდ, ძნელია და სადაც ცხოვრობდა ადგილზე მუშაობს ადამიანმა, ეგ საშუალებაც არ არსებობს. არ გვიწყობს ეს არც თავადა და არც ადამიანები. პირიქით სულ სიკეთე უნდა აკეთოს ადამიანმა, რა ვიცი, მე თუ ვარ უფროსი, რატომ გადავწყვიტა, ახლა მენეჯერმა უნდა წასვლა. რა ვიცი, ჩემს შემთხვევაში ყოველთვის სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ რატო აკეთოს ეს ფაქტი ასე? არ ვიცი. გადავაგზავი ასეთი. რა ვიცი, ყოველთვის ვძულობ და მინდა რომ ვიმუშაო, მაგრამ არ გამოდის. თუ გამოვა, მაგას რაჯობია, მადლობელი იქნები იმ ადამიანების რა. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში მის გამოჩნდება და მის სიკეთეს ყველას მადლობელი ვარ. რა ვიცი, უძირფასესი მადლობა ერთი ადამიანმა გამოჩნდა და სახელს არ დავასახელებ, მას თუ ვინა თქვია, მაგრამ არ ვიტყვი. შენ გადაიღეო და მე ყოველთვის ჩაგირიცხავ, ძალიან ხეხულია ახლა მე გულის გამო ვიყო. ძალიან ცუდად ჭრეს ეს ჩემი კაცი. მოგმესი მადლობა ამ ადამიანს თუ მერიცხავს. ახას ყველას ვიცი ჩაუწყდა ხოლმე ვიცი და ჩამერიცხავ. არა ეს ადამიანი ერთადერთი არის, რომ სულ მერიცხავს. აბსოლუტურად ერთი იგივე ადამიანი და მოგმესი და უზურპასესი მადლობა, რომ ამ ხრით დაგეხმარებია. ვიცი, მადლობას მეტი რამე თქვის ხალხო. რაც მე ვერ დაგულოცოთ, მე პირადადაც საქსული ლოცები და მაგნა თქვამ და ღმერთმაიც ის რამადიერი ვარ მე ამ ადამიანების ყველას. ვინც კი ისაც კი ჩემთვის ახმარების ხელი გამოუწვია. უღრმესი და უძირფასესი მადლობა ჩემო კარგები. 1000 მაგად, 100 მაგად დაგიბრუნოთ, 1000 კი. აცრემე დაგვრუსოთ, ხალმა დაგვრუსოთ თვითონ მათგანი. ხვალ მარიამი მოგიწვით, მესაკუთი ძალახობს ღმერთმა სულ მრავალი კარგი ხრები დაიხენოთ თვითონ მათგანს. ყველას აბსოლუტურად არა აქ იმას მნიშვნელობა, შემაყურებელ ყველას კეთილის სურვილი. ერთმა მიიმგრავროთ თქვენსა და კარგი ადამიანები. არა აქ იმას მნიშვნელობა ვინ მაჩუკა რამე თუ არა. ეს ამას არ უნდა ხდებიან და დაშობა. ეს მაღალზე ეს მეორე დასადები მაქვს ტელეფონს, მაგრამ ვინ არც ღმერთს. მაღალზე მიდევს, მაგრამ არაფერს არ შვება. სხვა დროსაც აი ესეც რო გამოვიყენე, არაფერი თავში რა. გაწვინა გარეთ ისევ. უშინღამ ისევ დენი გაგვიქრა 5 წუთი, ამ დილასაც 5 წუთი. ეს მეოთხე დღეა. ორი დღეა დღეს ითქრება და დარჩენ 4 დღეა გამიქრება. რატო აკეთებენ არ ვიცი, სხვაგან თუ ქრება ნეტა ასე ცოტა ხანს მაინტერესებს. მოკლედ ეგეთი ამბები ახალი არაფერი. ახალი ის არის ამ კურსაკეთს ვეძებდი აქ რა. ნაჩუქარს. ეს მეორეა, ორი კურსაკეთი ხომ ნაჩუქა და მაინც ვეძებდი რამდენი ხანია თბილისში არ მქონია, არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობდი იქნება წავიღე და დაარჩა ინტერნეტი.
მეორე კურსაკიც ვიკეთებდი ხოლმე ისიც იმას ცოტა შესაკრავია გაფუჭებული ერთ. სახლში მქონია შენახული ბეძები იმდენი, რომ აი ახლა ვნახე. ძალიან გამიხარდა. არ არის დაკარგული. მეორე ყავს რომ 12 საათია. დიდი ის კი არ არის დრო გასული. ჯერში ვატყი არ არის. მაგრამ უკვე 12 საათი გახდება სადაც და ჭადი დამაკრა უნდა. აუცილებლად აწინჭად დავაკრავოთ. დილას თევზები დავრეცხე. გუშინ ხამე მოვიდა სოფლის წყალი. იქიდან შევავსე ხელსაბანი ბაკი. მოვითქვისო, ჩემდა დიდი ის არის, მოხსნა ეგ. დღესაც არ, კაი ამდებში არ უშენო ხოლმე და რა ვიცი. იქნება აწეიო შემოგვარობა. გამოუშვა. სადღაც ორი ადამიანი პატრონობს ამბითონ სოფლის იმას წყალს და ყველა მიაქვს თავისთვის ჩვენამდე ვერ აღწევს. ზაფხულობით იმას ბავშვებს იმას უხსებენ, აკვება აუზს ტონიან აუზებს და ჩვენამდე რა წყალი მოაღწევს. ხო და ჩვენ ვჭერდით ასე. ბევრმა მაგის გულისთვის არ შეიყვანა კიდე. ადრეც ასე იყო. მაინც არ მოდიოდა და რა თქმა მე ჭებში კიდე შრება ხოლმე წყალი. შეიძლება ახლა გუშინდელი გადაღებული ცოტა დავადა გუშინ ხალხო თავი მოვიკალი მთელი ეზო დავხვდი წინა მხარე უკან მხარე ფოთლები ავხვდი რაღაცა ორი დიდი პარკი გადავყარე ყველა მეორე დროს ხვედავ ამდენი გროვდება და დაფნები რომელიც იყო ჩამოყრილი ხმელი დაფნების ძირებში გროვდება და მე ქათმები თავისთავად გიკავს უფრო გამოაქვთ ის ავაგროვე ორი კაჭკა იყო გამოვიდა ეხმელი დაფნას ხელად ეკიდება პირით წავიღე იქით ავაპარლარი დავწ ჩემი ზოში დავწვით ეგ ჩვენ ახლა ფოთლის გარდა არაფერს დავყარით რა ვიცი ხალხი რაღაცა სამოგნოში გავსებული გაძეცკნილია ნაგვის მაგარი რომ მოდის ვერ წერილ ხალხი იქამდე ხომდე მიიყვანო მანქანა მისი მიამბანდა აწიოს მანქანა ასყლიანამდე არ ვიცი შიგ მე მგონი ხალხი ჩამოყრილი ლაშქრსაც და ხილსა და ქვევს და ბალახებს დათხრის ყველაფერს შეკრებილი ყველაფერს მიწიან რა ვიცი ჭალიანი მე მგონი ყველაფერი შეგა მე ერთი ჩადე ფოთოლწურში მეტი არაფერი არ გადამიგდი თუ და თუ არ იწვება იმ შემთხვევაში უყრი კიდე და თუ იწვება ერთი წოვს აი ზოში გუში ძალიან ბევრი საქმეა და მე ყოიფეს რაც მანქანასაც ფსიქო ოთახი კარგად დავალაგე კაბინა ვარ ჩამოვწმინდე სვეტილოები და თუ სადმაბლაბუდა იყო მოვაცი რა ვიცი ამაბლაბუდას რომ ჩამოწმინდავე ოთახში თუნდაც ოთახიანი იყო მეორე დღეს ისევ არის ობობებს რასაც დავინახავ კლავ მაგრამ რა ვიცი კი ჩდება მაინც აი კაბიდან ვერ დავალაგე გადავახვდი ქაუს კარგად დავწვი თან აქეთ ნაწილში ისმიდებს სადაც მანქანა და მეორე ნაწილია კბილებით ჭალის კბილი და პურის კბილი და ეს ადგილი კბილება ხოლმე და ქვაბებიანა ირაშიც დეს პლასმასის გობებიანა დასადგამიანა ყველაფერი დავწმინდე დავაბია უფრო ნაშვად ხედავ, იმიტომ რომ მე უფრო გქონდათ. მაგრამ როცა საქმეს აკეთებ, მაინც ისი არის, რა ვიცი. მე უარეს ატკიცხავს ხოლმე ადამიანს. თუ რამე იყო კიდე დავრეცხე დავხურე და ეგ რა. მე ხამი კიდე ბრინჯულა გავკეთე ჩემთვის, მანამდე კარტოფილი შემოწვი, რა ვიცი. გუშინ რაღაცნაირად იყო ერთად აღხდა.
სუპიც გავაკეთე სხვათა შორის გულში, სუპიც გავაკეთე, მე მინდოდა ძალიან. დღეს არ ვიცი ის გავაკეთე. ამდენად ჩემთვის ისე უბრინჯულა გავაკეთე. დღეს კარტოფილი შევწოვე დღეს. ჩვენი კარტოფილი ჩვენი სახლის ძალიან გემრიელი. ის მოტანილი არ ვარ გაის. ადამიანმა დამიწერა ისო იმუნიტეტი წამალი მე ვიდეოში ვსაუბრობ ხალხო კიდევ მას ვთქვი ყველაფერი დაწურულებით რა და რა როგორ კეთდება ადრეც ჩანაწერი მაქვს მე და ნათქვამი მაქვს ეგ და მაშინაც ვთხოვენი დამეწერა ხალხო არის ერთი ფინჯანი ნატურალური თაფლი უნდა ერთი ფინჯანი ვახლის ძმარი უნდა და დაბწყვინდა სუფთავი უნდა რეცხელი 30 კბილი ნიური დიდი თავი კბილი ნიური ეგ ყველაფერს ერთმანეთში აურევ გახსნი. დღეს რო გააკეთეთ მაგათად ბანკაში მოუკრავ თავზე დადი მე მაცვაში ვდებდი არ უნდა არსად მეტი ისეთ ადგილას დადება. მეორე დილით 30 წუთით ადრე ჭამამდე ჩაის კოვსით წვენს მხოლოდ ეს თაფლი გახსნილია უკვე მახლის ზმარში. ნიურს ჭამარამი არ უნდა ეს ნიური შიგიხსნება და გემოვაქვს უკვე შეულებრივი ნიურის გემოცინება. ეს ძალიან დიდხანს ვაკეთე ხალხო, ყველა დილა ამას კოვზობს შანგი. ოდესთან მე აღმოვაჩინე, რომ საოცარი იმუნიტეტი ჩამომიყალიბდა. მე არასდროს არ გამიკეთებია იმუნიტეტისთვის რა. აღარც ვაპირებ მე გავაკეთე, თუ გავაკეთე, ოდესმე ისევ ამას გავაკეთე. ძალიან მაგარი საშუალება. იმ წუთას რო გითხრათ ახლა ძალიან ძაბრად ვერ ვიძინე, მე რაღაც უკვე ენერგიას იმას ვცნობდი უფრო რა, მე რომ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე მე რომ ვიცოდი როგორ ვიყავ და სულ ყველაფერზე ვცილდებოდი სიცხეს მაცემ და ნელ-ნელა მიდიოდა ეს ყველაფერი. და ერთ პატარა სიცივეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდებოდი და მართლაც საოცარი იმუნიტეტი ჩამომიყალიბდა ამასობაში. ძალიან დიდხანს ვაკეთე. კაი თავს ყვილობდი მე ოჯახიდან ადერ ახლაც მინდა თაფლი ვიყიდე კი არ მიყვარს აქ საჭმელად და რამე მაგრამ ასე წამლად ვიყენებ ხოლმე და ბიჭიანი თაფლით და საუკეთესოა და მე ისე რომ მიიღოს მიირთვას ხოლმე მაგრამ ვერ ნახავ ახლა ძალიან ძნელია ჩვენ სოფელში ადრე იყო ასე კაი ნატურალურს იყიდი მაგრამ აღარ ეკეთებინი ოჯახები თაფლს აღარ აქვს და სულ მაგას ვზარდობ საათ ვიყიდე ნატურალურ კაი თაფლს ერთი ადამიანი აკეთებს თაფლი აქვთ ხუთკარი კავენი, მაგრამ თაფლი ეს კიბი შოუეს ის ყავს, როგორც თაფლი რომ მიდოდეს მარტო თაფლი, მაგრამ მინდა ძალიან დიდი ხანი მინდა ფიჭიანი თაფლი, თვითონ ფიჭა რო იყოს ოჯახში თაფლი. ეგეთი მინდა, მაგრამ ძალიან ძნელი საშუალებაა და მაღაზიებში და სადღაცას ყიდვა არ მიიღებს. არ მჯერა ვიგენი არც ერთი რა ნატურალური. თუ ვიყიდი ოჯახიდან და რო ვიცი. მაგრამ ამ ოჯახში ახლა ნატურალურად არ გამოდის, იმიტომ რომ ამ ბუტკებს საკვებად უდებენ შაქარს. მე ამას რაღაც დამოხვა მუშაობები რა ბიჭიდან თავს რო წურავენ და გადაიმაშვებიან რა შაქარი უდებიან რაოდენობით იმ თავს სინამდვილეში. ძალიან ნატურალურიც არ არის, მაგრამ რა სიზა. ყველგან მასია, არავინ არ ხვავს, რომ იმიტომ რომ შაქარს უდებენ საკვებად ფუტკრებს. ყველა ვისაც თაფლის ყავს, ფუტკრები ყავს, ფუტკრის ოჯახი ყავს, საკვებად ყველა უდებს შაქარს. დიდი რაოდენობით შეიცავს ყველა თაფლი შაქარს. ბუნებრივად ნატურალური არ არის. ბუნებრივად ნატურალური შეხვდება სამე შემთხვევით დღეში თუ ნახე. ეგ იქნება რაც იქნება. მაგასაც ნახე. მასე ვაკეთებდი ძალიან დიდხანს ჩემოყარებული და საოცარი იმუნიტეტი ჩამომიყალიბდა და მე აღმოვაჩინე. და როდის შევეშვა ყველაფერს მის აღარ მახსოვს ამის გაკეთებას. შარშან სხვათა შორის ვაშლის ძმარიც გავაკეთე სახლში გამომივიდა ახლა ძმა რომ ჭიროდა მაშინ პირველობრივ ახლა ქიმიდებს ეგ.
წელწინდა აგვისტოში ამდეხან ხა აგვისტოიდე ამდეხანს გამხსენ აგვისტოშია ყველაზე კაი გაკეთება, იმიტომ რომ თავისი დროულად ადუღდება და სამთავში თურმე შაქარს ამატებელი მისთვის რომ ადუღდეს. სამთავში ძნელია ცოტა დიდი დრო სჭირდება უფრო ადუღებას, სამდეჯერ უნდა ადუღდეს. გადაწურო, მაგრამ ყოველთვის გაიკეთებს ის ძილში ნალექს. რამდენიმე გადაწურვა უნდა ერთი თვე გააჩერო, მე კიდე გადაწურო სულ მაშინ ბინდში წურავდი. იმდენ ნალექს იკეთებს რა ვიცი. სანამ კარგად არ იმასისამს ეს ვაში, ლადა დალბება და არ იმასისამს. ჩავა. მაგრამ ოჯახის ძმას უნდა გქონდეს დაბლა იმასავით, ნალექივით უნდა ელევდეს მაინც. ეგარი კარგი და ნაყოფი. მაგრამ მე იმ პერიოდში ხალხო ყიდულობდი ვაშლის ძმას მაღაზიაში. რა ვიცი კი გამომადგა ძალიან. შინათი მოქმედა ამ წამალმა რა ვიცი. ცუდი არ იყო იქ ვაშლის ძმა მაღაზიაში ნაყოფი. კარგად ეფექტური დარჩა. ეს არის მხოლოდ ეს უნდა ერთი ფინჯანი ნატურალური თაფლი, ერთი ფინჯანი ვაშლის ძმარი. გახსენით კარგად ერთმანეთში თილაში ჩას და მოუგარეთ და ჩაყარეთში გავსკვნილი 30 კბილი. ეცადეთ რომ ცოტა დიდი კბილები იყოს. თავი არა, კბილები მივრის. რასაც ქვია, ლებნებით იწვევით 30 ცალი და დაასუფთავეთ და ჩაყარში წყალი არ ერთი წვეთი არ გაუღეთ, არ შეიძლება და წამალი გაფიჩდება. საუკეთესო იმუნიტეტი და დილას ერთი ჩაის კურსი მიირთვით. არც ყავა არაფერი არ უნდა მანამდე არაფერი არ მიიღოთ. ზოგის ყავის გარეშე არ შეუძლია მე რომ ვითხოთ ახლა დილას არის აპტკები და ყავას სომეთ კი არა, როდის მე ყავის დარებას დავიწყებ ვინიცის ვიდრე რაღაცა მაქვს მოლეული. მაგრამ რომ მუშაობდი და რომ გამიჭირდა, რა ვიცი, ყავასაც კი ვსვამდი დილს. მერე თელი დღე ყავაზეც ვიყავი საერთოდ ხო. თენი არც აქ ხალხო მე საკვებზე რომ გითხრათ ახლა მაინდა დილას საკვებზე ვარ დამოკიდებული არა, მაგრამ 12-ზიან 12 რაღაცა ხომ უნდა მიიღო ცოტა ისეთი დილის რასაც ვქვი. ზოგუქი იმას არ ვამბობ არის ახლა მე ისედაც ნახველი მაწუხებს რაღაცა წუწები და არის გადავიტვიშტო და ისა ვიტკი მახველი მაწები არა. ისიც არის ხოლმე. იმერლების სტუმართ მოყარეობა მეცემ გამოიხატებოდა იქ მითი დაიმსურა. იმერლები იყო ის ოჯახი თბილისში დასახლებული. ამეკვარს ის სოფელში ჩასულ ხალხს, სოფლიდან ჩასულ ხალხს, რომ უკვე ძირითადად თბილისში როგორია ქალაქი. რაღაცა ის ადამიანს რომ არის მისჯენი, მე ასეთი ვარ, როცა ვიღაცას უყურებ თუდად არის, მეც განვიცდი. ძალიან ნერვიულობდი, როცა ყოველ იქ და მე ზიანდებოდა, ბრაზდებოდა. ეს ადამიანი მის უშვილს კი არ ჯეროდა, იქ გოგოშვილს არ ჯეროდა, რომ სხვა ადამიანი რაღაცას განიცდის. თან მისი საუბრიდან გამომდინარე რაღაც ადამიანური თუ რამეს გებულობდა და რამე რაღაცა ადამიანური გააჩნდა, ვერ ვგებულობდი რაღაც იცი. რატო გქონდა ასეთი გაგების რატო იყო? არ ჯეროდა ადამიანს, რომ სხვა ადამიანს შეიძლება მიზე გული შესტკიოდეს, განიცდიდეს. მე ისეთი ვარ კიდე შეიძლება დამესიც მოსმენე თვალებიდან არ მომდის იმას მიფიქრება. ხალხო დიდხანს გამოყვა ამაზე ფიქრი, მე და ცუდად ხვდები. ხოდა რომ რამის ვიტყოდი რაღაცა ისე გავუკვირდებოდა რა შენ თქვი რამე რაღაცა გაკვირებული მიყურებ და ვაიმე არ შემიძლია ასეთი ადამიანი რომელსაც არ ჯერა რომ სხვას შეიძლება სხვაზე გული შესტკიოდეს არ ჯერა მე ასეთი ადამიანის ხებთან მილიონი გადამიხადოს არ მივა და აღარ შემოგვარდა რაღაცა ადამიანური თუ რამე ესმოდა და არ ვიცი ესმოდა სათავისოდ ყველაზე ესმის ყველაფერი. დამწუხაროდ ხოლმე. დამწუხაროდ ასე. აი მე რამდენი ისე გადავიდა ეს. აქ დრო ისე გარბის, რომ ძალიან დიდი გამოდის მე და ვეღარაფერს ვერ დავამატებ. ის რომ დავამატებ, ხო ძალიან დიდი გამო რაღაცა პატარას დავამატებ საკმაოდ რომ დავხვედი და დავწვე იმას მივამბავ ზედ. ძალიან დიდი წარმი და მე მოსაწყანია.
ვაიმე, წავედი. ასეთ ადამიანებს არ გამოვლებს, მაგრამ მადლობა ღმერთ შეგნებული, გაგებული ადამიანებიც არსებობენ, დიდება უფალს და ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობა, ვინც გვერდჩინით გახართ თქვენი სურვილით, მეხმარებით მირიცხავთ, პატივს ვცემთ, უღრმესი მადლობა, რომ თქვენ აშრობთ, ჩემთვის იმეტებთ. მე არავის არ გავალდებულებთ. და უხერხულადაც კი უსმობ თავზე უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ღმერთმა დაგლოცოთ 100 მაგი 1000 მაგი მოგცეთ, რა ვიცი, იმდენი მოგცეთ, რომ საწავიღო იძახოთ. რა ვიცი, მეც მომცეს ღმერთმა და თქვენ და სიკეთით დამაბრუნებინოს, ყოველთვის ამას ვფიქრობ. რომ ყველას დაუბრუნო მე სიკეთით. ის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ. ყველა ადამიანს უძვირფასესი უღრმესი მადლობა. არ ვიცი, რაც მე ვერ დაგლოცოთ, ჩემო კარგებო, ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული მათგანი. ეს სიტყვები არ ყოფნის, რა სიტყვები მოვიტანო, არ ვიცი. მართლა რა, ნამდვილად არ ვიცი. შეუფასებელი მადლობა ჩემო კარგებო. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. რომ ცხოვრებას მიადვილებთ თქვენი დახმარებით, თქვენ გამოთქვით სურვილით და უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს. უძვირფასესი მადლობა. პატროებით ღმერთი თქვენსკენ. ყოველთვის ვილოცებ თქვენთვის, ხვალ კიდე მარიამობა, წინასწარ გილოცავთ, ვეცდები ხვალაც მოვიდეთ ჩავწერო მრავალ მარიამობას და ეს წარი წმინდა მარიამი იყოს თქვენი მფარველი და სრულიად საქართველოს მფარველი. ყველა მარიამს გილოცავთ კიდე წინასწარ და თქვენ სახელზე წავაგებს ანთელს, ჩემო კარგებო. უძვირფასესი და უღრმესი მადლობა ყველას პატივის წემისთვის. და თითოეულ მათგანს აბსოლუტურად ყველას ჩემ მაყურებელს, ჩემ კეთილის მსურველს. აბადროებით. შვიდობიანი დღე. გამოვაკვე დავხვედე ეზო. და გადავიღალე ძალიან. ნაწილი გადავყარი, აი სული ქამდე დავხვედე. კაკლის იქით ვწვავთ ხოლმე და ნაწილი იქ არის. იქ რაც ეყარა დაბლა, ნაწილი იქ მაქვს. შეგროვებული. დაფნები, რაც დარჩა დაფნების ძირში ის ხმელები უნდა ავიღო და იმეებს დავწვავ, ისინი დაიწვევ. ძალიან გადავიღალე. თუ რაღაცა ოთახები კიდე კაპიტალურად დავალანგე და უკვე ხამდება და ვარ სასწიკად დალედი. მაგრამ ეს უნდა ჩავამთავრო. ერთი ამდენი დავწვით. აიმე. მგონი ამ საღამოსაც გაწვიმდებ. მოკლედ ასეთი დღე იყო, ძალიან გადატვირთული. დავასრული ავიღეთ ხილი აქ ეს რო არის წყალებით მოვრწყეთ ჯერ ცოცხით და მე დავხვედე. აი მე საშინელი სიმხურვალეა ზევით, იმიტომ რომ ხის არის. წავედიება. ისე უაზროდ გაგვიწვიმდა. ნახეთ რა ამბავია. კარტოფილს